როცა ვხედავ ამ ადამიანს, ეგრევე ბედნიერდები და ყველაზე მეტად რა მიყვარს იცით ამ ადამიანში? აი, განრისხება და გაბრაზებაც რომ იუმორით იცის. აი, ეგ არის ყველაზე მაგარი წერტილი ამ ადამიანში და მოვაკითხეთ რადიოში ჩვენი ტელევიზიის სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე დღევანდელი ჩემი გაცემზომა, რომელსაც ყავა ძალიან მაგრად უყვარს. კობა, შენ ფოტოსთან მეგონა რომ კი? ეს დაიმთხოთ არა. მართლა დაიმთხოთ ისარესო. რა ლამაზი პერანგი გაჩვია. წავედით, გავისერნოთ. კარგად ცისო. ნახვამდის. ისე რადიო მომენატრა კობა რა. როცა იყვნენ ტიროდნენ და გლოვობდნენ ეს სდვართო და ეხა მოუნდა ყოფნა. მე ძალიან მიხარია რომ დილას აქვიწყდი. რა განსხვავებაა რადიოს და ტელევიზიის შორის? იცი რა ტელევიზია თავისი სიდიდიდან გამომდინარე ისეთ შინაურ და ოჯახურ გარემოს ვერ ქმნის რაც მაგალითად არის რადიოში. მართლა? კი, უფრო მეტი ტკბილი გარემო დილიდან, დილის ყავა რიტუალი თანამშრომლებთან ერთად და ასე შემდეგ და ტელევიზიაში უფრო ჩვენ ოთახებში ვართ და ასე შემდეგ და აქ ყველაფერი გამჭირვალეა. აქ სამზარეულოც გაქვთ და ჩვენ არა გვაქვს ტელევიზიაში სამზარეულო. აქ ყველაფერი გვაქვს. დილაობით ყავას მიირთმევთ ხოლმე? კი. და ხშირად დამპატიჟეთ. ყავაზე რადიოში. და ხშირად მეორე ინიციატორი. ხა დღეს ყემალი კეთდებოდა. მართლა? დიახ. ყემალი კეთდებოდა. დიახ, სამომავლოდ. მე ჩაკაფული გავაკეთეთ 20 კაც ვაჭავეთ იმდენი. რა ოჯახური იდილია გაქვს. ჩვენ თქვენდა ტელევიზიაში ეგ იდილია. სამი საჭულის მოსამზადებელი სპეციალური გამათბობელი გვაქვს და ასე შემდეგ. ყავის მის პროცესი დილაობით როგორია? მე ვადუღებ ძირითადად. მე ვამზადებ ყავას. შენი ყავა მეც მომხდარსინჯი სასწაულია. კი, ბათუმური ყავა, დილის სურნელი. ძირითადად თანამშრომლები ხვდებიან უკვე სტუდიაში. შესაბამისად, ყველაზე თავისუფალი სატელევიზიო ეთერი დამეწყება რადიოში მე ვარ და ამიტომაც ამ 10 წუთს ვიყენებ პროდუქტიულად პოზიტივის შესაქმნად. და ესე რამდენი თანამშრომელიც გვხვდება რადიოში ყოველთვის ამზადებ ყავას? კი, ძირითადად 6 ყოველდღე. მაშინ ტელევიზია რა არის შენთვის და ეკრანზე რო ჩანხარ და საკუთარ თავს რო უყურებ რა შეგრძნებები გაქვს ხოლმე ამ დროს? ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ პირველ რიგში მაყურებლის სიმრავლით გამოვირჩევი და ადამიანები მელოდებიან. მართლა ძალიან რეიტინგული სახე ხარ. ძალიან დიდი მადლობა და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციის წყარო უკვე დილიდანვე პირველ რიგში სანამ ეთერში შევალ ძალიან ბევრი შემოხვედრი მხდება რომელიც ვერ უყურებს მაგრამ პირადად ჩემგან ეცნობა ამინდის პროგნოზს და რაღაცნაირად ძალიან კარგად იწყება დილა უკვე ძალიან ენერგიულად და მომართულად ვარ იმიტომ რომ ტელევიზია არ გვპატიჟობს კადრები არ გვპატიობს იმას რომ ჩვენ უბრალოდ ვიყოთ დაღლილები თუნდაც არ გვეძინოს თელი ღამის განმავლობაში და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, როგორ მოიპოვე შენ ეს სიყვარული? თავიდან არ იყო ეგ სიყვარული? თავიდან არ იყო, კი. გაცილებით მეტი აგრესია. რატო არ იყო, როგორ ფიქრობ? ცირა ჩვენი საზოგადოება შედარებით ალბათ შეუჩვეველია რაღაც განსხვავებულის მიმართ. ამინდის პროგნოზები. საერთოდ არ ვთვლი რომ განსხვავებული ხარ ამეთი. თუმცა ბევრი ადამიანი თვლის, რა თქმა უნდა, ტანსაცმლით რო დავიწყოთ ზოგადად გემოვნებიდან დაწყებული, ბევრი რამით შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ვარ განსხვავებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სამყაროს ის ნაწილი ვარ, რომელიც იმსახურებს ამ ქალაქში იყოს პატივისცემის ღირსი და ეს მე მოვიპოვე. როგორ მოიპოვე? გულწრფელობით, იმიტომ რომ რაც ვარ. საკუთარი საქმის სიყვარული და ერთგულება. კი, რა თქმა უნდა. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ალბათ წარმოუდგენელია. თან ხელს მიწყობს ამინდი ყოველთვის სვალებადია და სულ ვიყო აქტუალური მზიან სიტუაციაში, წვიმიანშიც აი ახლა უკვე ყველა ექსკურსიას გეგმავს და ახლა უკვე სხვა ტენდენციაა დაუშვათ სასკოლო ამინდის პროგნოზებზე ვარ გადართული რომ მეტი პასუხისგებლობით ვინაიდან ბავშვებთან გვაქვს საქმე. ბევრი უკვე ქორწილს აღნიშნავს. თავიდან ბოლომდე შენზე მე სხვათა შორის ძალიან გრანდიოზულ ამბავს გეგმავ აგვისტოს ბოლოში და ამასთან დაკავშირებით შენი დახმარება ძალიან დამჭირდება, იმიტომ რომ ღია ცის ქვეშ გეგმავ ამ ყველაფერს. დაგეხმარები ოღონდ ნუ მეტყვი 2 თვით ადრე. არა, 2 თვით ადრე. იმიტომ რომ პროგნოზი ზუსტი მაინც რამოდენიმე ხნით ადრეა. ხარ ვიცი შეიძლება ეს დილეტანტური კითხვა, მაგრამ წლევანდელი ზაფხული რატო დადგა ესე გვიან? ბოლო წლებში ხა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არაფერი არ ყოფილა ისეთი, რაც ჯერ არ დაფიქსირებულა. უბრალოდ, აი კლიმატის შეცვლის ფონზე ზუსტად რომ უპასუხო დასმულ კითხვას. ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდები.
გაზაფხულისა და შემოდგომის. აი სრულად არის ამოვარდნილი. გრძელდება სიცივე დიდხანს გაზაფხულზე და უცებ მოდის ზაფხული. და შემოდგომაზე ამის საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. სიცხე, რაღაცა გადაიწია დრომ ცოტათი. მაღალი ტემპერატურით, დრომ კი აი ესე გამოვიდა გვიანი წყება ზაფხული და გვიან სრულდება. ანუ შესაძლებელია რომ ცოტა ხანში ზაფხული ზამთარი გახდეს? ერთჩვენიერ დღეს? არა, ეგ არ მგონია, მაინც კლიმატი ყოველ შემთხვევაში ტენდენცია არის იმისკენ, რომ იხრება უფრო გარდამავალი სეზონების ამოვარდნისკენ, ვიდრე ზამთრის ან ზაფხულის შეცვლისკენ. ანუ ყველაფერს ექნება თავისი დაბალანსების სისტემა, ანუ სამყაროს იმედად დავრჩეთ, რომ ბალანს თავად სამყარო შეინარჩუნოს. კი, ეს ყოველთვის ესე იყო და ამ თბილ დღეებს, უკაცრავად ცივ დღეებს, რომელიც გაზაფხულზე გქონდა, დააბალანსებს თბილი დღეების შემოდგომას. სხვათა შორის ამ ბოლო დროს ადამიანების დაფასება დაიწყე ამ კრიტერიუმით, რა ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე უყვარს და ერთგულია, თავისი საქმის და ეგრეთ წოდებული საჩკაობა არ ახასიათებს, მან ხვდები, რომ ამ ადამიანში არის მნიშვნელოვანი ადამიანური თვისება. როგორ იპოვე შენ ეს შენი საქმე და ესე რა მუღამი დაიჭირე, რომ ესე გიყვარს და ესე ბოლომდე მიყვები, ნაბიჯ და არასოდეს არ ღალატობ. იცი რა, იმდენად მაქვს გაშინა არსებული ეს ყველაფერი, ანუ პირველ კლასში ვიყავი უკვე ამინძე დაკვირვება რო დავიწყე, ეს არ მოსულა გარდა ტექის ასაკში ესმინდა, რა უფრო მომგებიანი იქნება, რომელი პროფესია უფრო გამომადგება. თავიდანვე დავისახე მიზნად, რომ მოდი იმას შევქმნი, რაც ესეთი ხშირი და მასიური არ არის. კი. და სხვათა შორის ცოტა ფსიქოლოგიური ამბავია, რაც ცოტაა. შენ უფრო მეტად კარგი ჩახარ, ვიდრე რაც ბევრია, იმიტომ რომ იმაზე უფრო კარგი უნდა იყოს. როგორ ფიქრობ, ბუნებას ახასიათებს გაბრაზება და ეს ამინდის სახით შეიძლება რომ გამოავლინოს? რა თქმა უნდა, ეს განტვირთვა, აი, რაც უფრო ძლიერია ელჭექი და წვიმა, მით უფრო მთელი თავისი სიცხადით და ინტენსიურობით აწყვნებს მეორე დღეს მზე. აი, ეს გაბრაზება რას ეძღვრება ხოლმე, როგორ ფიქრობ? რაზე ბრაზდება? განტვირთვას, სამყაროს თუ ადამიანებზე ბრაზდება. შეცვლილი კლიმატის ფონზე ბოლო პერიოდში ესე ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, შეიძლება ასე იყოს, თუმცა მაშინაც ბრაზდებოდა, როცა დაკლები ადამიანი იყო ამ სამყაროში და ასე შემდეგ. თუმცა გახშირებული მოვლენების მხრივ შეიძლება ეს ხშირად იყოს ზუსტად ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მასში ჩავერიეთ ისე რომ არ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია, მისი ბუნებრიობა და არებუნებრივად გვინდა ხშირად ვაქცეთ ის, რაც თავის ბუნებრივ მდგომარეობას მაინც დაუბრუნდება. ყობას ახასიათებს ერთი საოცარი ფრთხილად მან ერთი საოცარი თვისება თქვა ძალიან გადაურჩით მე მგონი. აჩვენე ვაჟა რას გადაურჩით. აბა. ერთი საოცარი თვისება გახასიათებს ყობა და ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად ეგ მომწონს შენში. აი განრისხება და გაბრაზება ისეთი იუმორით და ღიმილით იცი ხოლმე. არ ვიცი ამას მოხერხება ხო უნდა. მოხერხება უნდა და ცოტა ფსიქოლოგიურად რაღაცეების გათვლა, იცი? მე თავიდანვე სცენამ პროგნოზის ოფიციალურად ესე ტელეეთერში გამოცხადებას დავიწყებდი. გავიარე ფსიქოლოგებთან კონსულტაცია, რომ ეს პროგნოზი მივიტანო საზოგადოებასთან ისე რომ არ შევაშინო, არ დავზაფრო, აი კვეთრი ამინდის ცვლილება შეიძლება ჩავანაცვლოთ მნიშვნელოვანი ამინდის შეცვლა და მეტეოპარამეტრია ზოგადად. ხო, ჩვენთან მით უმეტეს ეს სფერო ძალიან არიო, რო იტყვი მორჩა, იქ წარვნაო. ყობა ისე ჯიჯი გმადლობთ ყველაფრისთვის. ნანა ჩაჩუა ჩვენი ყველაზე ცნობილი და დიდებული ფსიქოლოგი. ბევრი რეკომენდაცია მომცა საზოგადოებასთან ურთიერთობის, რაც შემდეგ უკვე ცხოვრებაშიც გამომადგა და თუ ჩვენ ვიქნებით, აი როგორც პროგნოზზე შეიძლება მე შეგაშინო. იგივე ჩემი სათქმელის გამოხატვა, ხა თუ პირდაპირ თქმა მიყვარს, ეს არ არის რა თქმა უნდა ტაშის დასაკრავი ამბავი, შეიძლება უტაქტო და უზრდელი ვიქნები. თუ მე რასაც ვფიქრობ, პირდაპირ გეტყვი. ამიტომ ამას უნდა მოუძებნო ფორმა. ეს მე ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გამოგყვა მე. კი, რა თქმა უნდა და იუმორით გადაზრდილი პირდაპირ სათქმელი მიდის ადრესატამდე ისე რომ მასში გაღიზიანებას არ იწევს. ყობა შენ აჭარელი ხარ ხო? მე მამით აჭარიდან ვარ, დედით იმერეთიდან და ვერბიებით გურიიდან, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მაინც ჩემზე აქვს გურიას, იმიტომ რომ ზაფხულის განმავლობაში ყოველთვის ეს ენაკვიმატობაც გურული გავლენა. გურის დამსახურება ჩოხატაურის, სადაც მე კი არ ვიცი, მეთქის თანაიო. მეც ბებია გურული მყავდა, დედა ჩემის დედა. შესაბამისად გექნება ის გამოცდილება, რაღაც გენეტიკაში როცა გაქვს. დიადი იუმორი, რაც ჩემს საკუთარ თავში მიყვარს,
ალბათ მაქედან მოდის. იუმორი ხო ზოგადად გურიდან იწყება. ასე მგონია ყოველთვის. კი, განსაკუთრებით შოხატაური. როგორც ჩვენთან ქობულეთთან პრობლემა აქვს, ვერ დადგინდა რომელია უფრო ნამდვილი აჭარელი, ისე შოხატაურსა და ოზურგეთს შორის. მართლა? სულ ბრძოლაა, რომელი უფრო ნამდვილი გურია. კი, ანუ ახლა შოხატაური გულია რა. ხო, შოხატაური ხა მაინც გურიის მე გურია ხმას და შოხატაურს ვაძლევ. ეგრეა ნამდვილად. მე და შენ პირდაპირ ეთერში ხშირად სვამთხოლმე ხას. ზიანი ამინდი თუ ესე იგი რუჯის ამინდია და ძალიან გიყვარს რუჯი. მეც ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. მე რაღაცა პერიოდის შემდეგ იცი რაზე დავფიქრდი? რუჯი ერთგვარი თავდაცვა ხო არ არის. ხო უფრო ლამაზი ხარ, ხო უფრო ყველა პრობლემას ფარავს. უფრო თავდაჯერებულს ხვდის. წინ ერთ დიდებულ ექიმს უსმენდი და იქ სადაც არ შედის მზე, ხშირად შედის ექიმი. შინაგანათაც თავდაცვა ორგანიზმის რო რაღაცაებთან ადაპტირებას ძალიან კარგად ახერხებს. ჯერ პირველ რიგში D ვიტამინის წყარო. და ის რაც ბედნიერებას გვანიჭებს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ხა ამ შემთხვევაში მე მზე ჯანსაღ ამბავად მიმაჩნია. ვერასოდეს არ შეგიქმნის ალბათ იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე მაგალითად ნერვიულობა, სტრესი და ასე შემდეგ, ასე რომ იყავით მზეზე და დაე მზის ხივებმა დაგვაზიანოს, ვიდრე იმ ნეგატივებმა, რაც ჩვენ ცხოვრებაში მოდის. ანუ თავარი არაფერზე არის ნერვიულობა და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ბედნიერი ხარ, ბედნიერი. ხო, ყობა, ბედნიერი ხარ? მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი. დილიდანვე. დილით რო ვიღიზებ უკვე ასე, იმიტომ რომ არსებობს კიდეც გამოთქმა, რომ როგორც არის შენი დილა, ისეთია შენი ცხოვრება. დილით თუ არ გიხარია გაღვიძება და ყოველი დღე არის საჩუქარი, ოღონდ ეს თუ არ გაიშინაგნე და ესე უბრალო ფრაზებად არ დარჩა, ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით და ყველა ადამიანი, რომელსაც თუნდაც ძალიან მცირედი აქვს, თუ მადლიერია, უფრო მეტი მიეცემა. აი იქ ერთი ხე ტოც უქნებს მე მგონი კოლბას, ნახეთ? მე მგონი შენი გრძელი. ამ ხესთან ჩემი ახლობლობა. რომელი ხეა? აი ეს არის ხე, ნაძვი, რომელიც ვიყიდე რამოდენიმე წლის წინ საახალწლოდ. ამ ხელა? თუ გაიზარდა? არა, მოტყუების ხარბლი გავხდე, იმიტომ რომ საახალწლოდ მინდა და ვინაიდან ჩემი სიტუაცია მაინც ეკოლოგიურია პროფესიიდან გამომდინარე, მინდოდა რომ ახალწლად სახლში მქონოდა ნაძვის ხე, რომელიც იქნებოდა დარგული ქოთაში და ესე მომერთო. შესაბამისად ამ ნაძვით გავალამაზე აივანი და შემდეგ აღმოჩნდა რომ მოვტყუდი, ანუ არ იყო ჯუჯა, ანუ ძალიან სწრაფად გაიზარდა აივანზე. შემდეგ უკვე ის სიტუაცია არ მქონდა და უზარმაზარი ხე ხომ მქონოდა აივანზე. ამიტომაც გადავწყვიტე ბათუმის ცენტრალურ პარკში დამერგო მებაღეების დახმარებით და სხვათა შორის ძალიან მოუხდა ეს მიწა და ძალიან გაიზარდა და ჩემი დარგული ხით მივხვდი თუ რამხელა დადებითი და ფსიქოლოგიური პოზიტიური ამბავია ხეებთან და ზოგადად ბუნებასთან ურთიერთობა. სულ მინდა რომ გკითხა და მე მგონი გადაცემაში უნდა გკითხო. რა მოგცა სტიქაროსნის სამოსმა საეკლესიო ტრადიციებმა? შენ დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდი ეკლესიაში და დღემდე ვგრძნობ ყოველთვის ამას დღესასწაულებზე, შენს თორებში და პოსტებში, რომ ყოველთვის შენთვის ეს მნიშვნელოვანია. პირველ რიგში დამანახა ის, რომ მოძღვარი არის საშუალება ღმერთთან მისვლის და თუნდაც მოძღვრის არასწორი ან რა თქმა უნდა დედაქალაქში და არასწორი მოძღვრის აქცელი არნიშნავს ეკლესიის სიცუდეს და ასე შემდეგ და ხშირად ჩვენ საზოგადოებაში ესე გაბატონებულია რომ მოძღვარი რომ ამას იკადრებს ასე ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება შეცდეს, მაგრამ ჩვენ ამის გამო ეკლესიასთან დაცილება კი ბატონო, დაცილება არ უნდა მოხდეს და ძალიან გამზარდა დამეხმარა ალბათ იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად მომჭირდებოდა ეს ყველაფერი. დაახლოებით მე-5 კლასში ვიყავ სტიქაროსანი რო გავხდი, მე ბათუმის წმინდა პანტელეიმონის ტაძარში და უკვე უნივერსიტეტის დროსაც ვიყავი და შემდეგ უკვე რაღაცნაირად ცოტა მოხდა დაცილება იმ ხრივ რომ სტიქაროსანი არ ვიყავ. რა თქმა უნდა მე ვთვლი რომ ყველა ადამიანის სვალი ან მადლიერება, ტკივილი თუ სიხარული გამოვხატოთ ეკლესიაში. იცი როგორ ვარ, როგორც ადამიანს უხარია დაბადების დღეზე თავისი მეგობრის მისვლა. ღმერთსაც ისე უხარია, როდესაც ჩვენ მივდივართ მის ტაძარში თუნდაც კვირაში ერთხელ, ასე რომ არ არსებობს სიტუაცია, რომ კვირაში ერთხელ არ შევიარო და მადლიერი არ ვიყო თუნდაც იმ ტკივილის და გამოცდილების, რაც იმ კვირაში იმ დღეებში გადამხვდა და ამით იწყება ალბათ სუბლიმაცია, სინერგია რეალობის და ღმერთთან ურთიერთობის და მე ძალიან მახარებს, რომ ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად მე მაინც მაქვს ურთიერთობა იმ ეკლესიასთან, სადაც გავიზარდე. ეკლესიაშიც არის თავისი სტუნებები, წყენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ მსახურებს შორის. შენ შემთხვევაში ქონია ეგეთი кейსები?
კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველას მეც მქონია, იყო რამოდენიმე სასულიერო მოწყარი, რომელსაც ვერ გავუგე, მქონდა კონფლიქტური სიტუაცია და ასე შემდეგ. და ისინი ვერ მიგებდნენ, მე ვერ უგებდი მათ. ანუ ვერ გაგებას მე გულისხმობ იმაში, რომ ვერ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ მაგალითად ბუნებრივად. მე არ ვამბობ, რომ ეკლესიაში რაღაც ჩვენ ჩარჩოებიდან ისე უნდა ამოვარდეთ, რომ შორტით მივიდეთ და საოცრებები მოვახდინოთ, მაგრამ ადამიანი როგორიც არის, თუ ეკლესია ვერ მიიღებს, მაშინ უნდა ახსნას მოძღორმა უკეთესი ადგილისად შეიძლება წავიდეთ და მე მგონია რომ უკეთესი ადგილი მე მგონია ადამიანს რომელსაც სურვილი აქვს ეკლესიაში მისასვლელი რას ქვია ანუ ხო მე ვფიქრობ რომ ფერ თუ ადამიანს გულწრფელად უნდა ანუ ფერადი ტანსაცმლის ან მისი ვიზუალის გამო რაც შემთხვევაში იყო დომინანტი ბრძოლას თუ გამოუცხადებ აუცილებლად დამარცხდები იმიტომ რომ ხა ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები და მე ვფიქრობ რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ მშვენიერი რომელიც უხდება ბათუმს და სამყაროს ადამიანი რომელიც ვფიქრობ რომ შექმნის რაღაც ისეთ რაც შემდეგ დაამახსოვრდება ვიღაცაებს. სულ ესეთი ღიმილიანი ხარ, სულ ესეთი საყვარელი ხარ და მართლა აი გულწრფელად ძალიან მიხარია ყოველთვის როცა შენ გნახულობ. მაგრამ აი მარტო რო რჩები საკუთარ თავთან. შეიძლება ბევრი ხალხი იყოს ირგვლივ, მაგრამ აი როცა მარტო ხარ. კი ბატონო. მარტოობის განცდასთან რა დამოკიდებულება გაქვს შენ პირადად და საერთოდ თუ ყავს მიღებული საკუთარი თავი და ის აზრი რომ ადამიანი ისედაც მარტოა. რაღაც მომენტში ყველა მარტო გზნობს თავს, ეს იქნება ვარსკვლავი თუნდაც ესე წოდებული თუ უბრალოდ გლეხი ყანაში ერთი და იგივე ბედნიერება შეიძლება გრძნობდეს მაგალითად მე ვენახე და სასახლეში მჯდომი ადამიანი თორიო აკეთებს იმ საქმეს რაც უყვარს ამ პირიქითაც შეიძლება იყოს გლეხი უფრო ბედნიერი მარტოობაზე ძალიან ბევრი გამოთქმა თუ ფრაზა არსებობს რომ ეს არის დიდებული ადამიანების არჩევანი და მარტო ყოფნით თუ შენ თავს ივსებ ესე იგი შენ შეგიძლია იყო და ხარ ალბათ ძალიან ძლიერი მარტოსულობა არის უკვე სხვა რამე მარტოსულობა უფრო დეპრესიული მდგომარეობაა და დიაგნოზი და მარტოობა არჩევანი ამიდან სხავდება. მარტო მე შემიძლია წავიდე ახლა გურიაში დავისვენო, მაგრამ მარტოსული საერთოდ არ ვიყო. მარტოსულობამდე ადამიანი მიდის ალბათ უფრო საკუთარი თავის არ დიალოგის გამო, იმიტომ რომ სწორედ ჩვენ როცა გვწყინს, ჩვენ როცა გვტოვებენ, ჩვენგან როცა მიდიან, ჩვენ როცა ვართ ისე, როგორც ყოფნასაც არ ვსახურებთ, შემდეგ ეს ყველაფერი თუ საკუთარ თავთან დიალოგი არ გვაქვს, გადადის უფრო მარტოსულობაში. შემიძლია შევადარო რას ადამიანს თუ მაგალითად ადრეულ ასაკში არ მოყავს ცოლი ან არ თხოვდება გოგონა, შემდეგ უფრო უჭირს და რა ხდება ხა რატო? მეორე ნახევარი სწორედ იმიტომ ქვია რომ ჩვენ გვჭირდება ეს ყველაფერი მანამ სანამ შევდგებით. შემდეგ უკვე ადამიანს თუნდაც გათხოვება და ქორწილება, როდესაც მაგალითად 30 წელს გადააბიჯებს, უჭირს და რატომ? ივსება საკუთარი თავით და ვეღარ ხედავს მეორე ნახევრის აუცილებლობას და მე უფრო უჭირთ ეს ყველაფერი. ასეა ცხოვრებაშიც. მე ვაფასებ მარტოობას ისევე როგორც ხალხში ყოფნას. აბსოლუტურად გეთანხმები მაგ ყველაფერს. დაბალანსებული. როგორ ფიქრობ, არ არის აუცილებელი რომ ადამიანს ყავდეს შენი მეორე ნახევარი? ადამიანი რომელიც ცხოვრების ბოლომდე მეგზურებას გაგიწევს. სადღაც მაინც რომელიღაცა ასაკში შესაძლებელია რომ თუნდაც აი თვითკმარობის მიუხედავად ის სურვილი ისე მძლავრად მოვიდეს? იცი რა, არ შეიძლება ჩვენ თქვათ რომ გინდა თუ არ გინდა ოჯახი უნდა შექმნა და ამით იქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ბევრი ოჯახი შექმნილი და მეორე ნახევარი რა, შენი თანამგზავრი. თუმცა მე ვიცნობ ქალბატონს, რომელსაც თავისი დედა სულ ეუბნებოდა, რომ ქმარი საჭიროა თუნდაც ჭიქით წყალი რომ მოგეწოდოსო, მაგრამ ყველა ქმარზე თვითონ დარჩა მისაწოდებელი წყალი. მსახურებაში აღმოჩნდა. და ეს ძალიან კარგი ქალბატონია და იმის მაგალითით ვერ ვიტყვით, რომ ეხლა მანდამან სიბერეში მოსავლელები უნდა გავხდით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა იქნება 10 და 20 წლის შემდეგ და შეიძლება ყველა ჩვენი მოსავლელი გახდეს. ვერ ვიტყვით, რომ სიბერეში რა სჯობს. ბევრი ქაოსური არსებობს ოჯახი, რომელსაც სიბერი არ შეერგო და ბევრი ისეთი, რომელიც საერთოდ არ გათხოვდა ან არ დაქორწილდა და ძალიან ბედნიერი და კარგად ლაღად ცხოვრობს. ბევრი ოჯახიდან გამოგდებულიც ვიცით სიბერეში და
ბევრი პირიქით სხვისგან ოჯახ შეფარებული. ასე რომ მაინც ალბათ ინდივიდუალურია ყველაფერი ამ სამყაროში. სეკობას ხათი თუ გამოვიდოდ, თორე სად მაქვს პარკში შეეირნობი. მე მიყვარს ხშირად რაღაცები გავაფინო, დავწვე, ძალიან კაი. მგონი ეს კულტურა ძალიან მჭირდება, რომ აი ეს კულტურა გერმანელებს აქვს მინდორში. პიკნიკების კულტურა რო გქონდეს, ბევრად უფრო დავიცავდით ამ ქალაქში რეკრეაციულ სივრცეს და უფრო მეტად მოვითხოვდით. კი ბატონო. იმიტომ რომ ყველა ადგილი მოგონებასთან იქნება ასოცირებული. გერმანელებს აქვს ეგ სხვათა შორის თვითონ უნივერსიტეტშიც, რომ ყველა სტუდენტი გამოდის მინდორში შესვენების დროს. აბა რა პარიზის მინდვრებიც ეგ არ არის? ევროპაში აქვს ეს განვითარება. კი, და მეც მინდა რომ ჩვენ მაქსიმალურად იყენებენ ბუნებასთან ურთიერთობას. დაინერგოს. ყობა, როგორ უნდა წამოდგე ადამიანი ემოციურად, სულიერად ტრაგედიის შემდეგ? მე იმიტომ გეკითხებ, რომ შენ გააქვს ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული გამოცდილება შენს ოჯახს, როცა ძმა დაგეკარგა. აი რა ძალა გამონახე და აი როგორ შეძელი რომ ეს გზა განგეგრძო? თუ ჩვენ მივიღებთ ტრაგედიას როგორც ბუნებრივ ამბავს, გარდაუვალ აუცილებლობას და იმას, რომ ვერაფერს ვერ შეცვლი, უბრალოდ ადამიანს სხვა გზა არ რჩება, რომ წამოდგე და იარო. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეიძლება მე ეს არ დამმართნო და ასე ისე, მაგრამ ეს არის ფიქრები, მაგრამ რეალობა არის სხვა. ერთ დედას, რომელიც სასოწარკვეთილი იყო, არის ესეთი პატარა იგავივით, ბერთან მივიდა და კითხაო, რა ვქნა რომ გადავრჩეო და მომიტანე პურის მარცვალი იმ ოჯახიდან, რომელსაც მიცვალებული არ ყოლიო. და ესეთი ვერ ნახ. ანუ ყველა ადამიანს ყავს გარდაცვლილი, ყველა მივდივართ ამ ქვეყნიდან, ბუნებრივია უდრო წასვლა. თუმცა ასე ახალგაზრდა. კი, ბუნებრივია, ეს ცოტა არაკანონზომიერია და არც არსებობს სიტყვები დედას რო ეტყვი გარდაცვლილ შვილზე და ამ დროს დუმილი უფრო მეტია ვიდრე საუბარი, მაგრამ მაინც საბოლოოდ ყველა იმაში რწმუნდება, რომ ბედნიერია ყველა თუნდაც ჭირის უფალი, რომელსაც ღირსეული მიცვალებული ყავს. და ის გარდაცვლილიც გააჩნია როგორი იყო და ასე შემდეგ და როგორი კვალი დატოვა გასახსენებლად შემდეგ ესეც ძალიან დიდი სიძლიერის მომტანია და ეს იყო მომენტი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ყველა მხრიდან ქარმა დამიქროლა და ნუ ძლივს ავდექი, მაგრამ ავდექი. საკუთარ თავში ყველას აქვს ძალა იმისა, რომ აი რატო გეკითხები, იცი, ადამიანებს ვინც რაღაცა განსაცდელში აი იმათ რას ეტყოდია. რით შეიძლება რომ აი რაღაცა თანაუგრძნო და რაღაცნაირად დაეხმარო წამოდგომაში. ვეტყოდი იმას, რომ თქვენ გაქვთ უფლება 40 დღე რაც დაწესებულია, იგლოვოთ, იყოთ ისე როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ შემდეგ უკვე არ შეიძლება იყოს ისე როგორც მხოლოდ შენ გინდა და არც ისე როგორც ყავს. 40 დღის შემდეგ საკუთარ თავს უნდა შთააგონო და მიცე ძალა, რომ ცხოვრება გრძელდება. ერთ დღეს ჩვენც ზუსტად იქ ვიქნებით, სადაც ის ადამიანები, ვინც დავკარგეთ და საშველი რო იყოს სასოწარკვეთა ლოგინში წოლა, არადგომა და მხოლოდ სასაფლაოზე დაჯდომა, მაშინ ყველა იგივეს გავაკეთებდით. პირველად რო გავიდა ეთერში ჩემი გადაცემა, პირველი რამდენიმე გადაცემის ქვემოთ კომენტარები იყო ძალიან ნეგატიური. არ ვიცი ახლა მეც განსხვავებული დავრჩი მაყურებლისთვის თუ რაღაცა ეუცხოვათ ფორმატი თუ რა იყო, ზოგადად განსხვავებულს ხო ცოტა სხვანაირად ღებულობს ადამიანი მით უმეტეს საქართველოში. ეს მიუღებლობა აქვს ქართველს რა, განსხვავებულის მიმართ. სანამ არ გაჯდები ადამიანში და არ შეგეჩვევა და თავის თვალი არ შეგექვება, მანამ გლანძღავენ, ესე იგი ეს ყველანაირი. როგორ ფიქრობ, რა უნდა ეშველოს ამ სოციალურ ქსელებში? ამდენ ნეგატივს. ამ გადარეული ბაბლის ნეგატიურ კომენტარებს და ლანძღვა გინებას. მინდა ვთქვა, რომ ესეთი უარყოფითი რაღაცები ყველგან მეტნაკლებად არის, მაგრამ ჩვენთან ძალიან მომრავლებულია. და სხვათა შორის ერთი ძალიან განათლებული ქალბატონი ამბობს ხოლმე, რომ როდესაც ქართველმა ზღვა დაინახა, თუ ეს იყო უცხოელისთვის განსავითარებელი საშუალება, ჩვენ მას დავარქვით ზღვა ანუ ზღვარი. ზღვაშიც კი ზღვარი დავაწესებთ. ზღვართან ასოცირდება ეს სიტყვა. ანუ რაღაც შევიქმნით ჩვენ სამწუხაროდ ისეთი განწყობა და мотиваცია საკუთარ თავთან, რომ ყველაფერი რაც მე არ მგავსან, რაც ჩარჩოში არ ჯდება, არის ზღვარ გადასული ამბავი. სანამ შეგეჩვევიან. ესე ჩვენი სიტყვა, სანამ შეგეჩვევიან. მე ხვდებიან რომ ესეც ნორმალია. მე უყვარდები ყველას, იცი? პროგნოზიდან გამომდინარეა, ხე ერთ დღეს წვევლიან, მეორე დღეს ცაში ავყავარ ყველას, მესამე დღეს რაღაც არ მოეწონება წვიმა, ისევ წვევლიან და ესე არის მოკლედ კიდე კაი რომ ერთმანეთს ანუ პროგნოზის გამო შეიძლება გაგლანძღო? კი, გაგების პრობლემა გვაქვს იმ მხრივ რომ
შინაარს არ ვკითხულობთ და სათაურით ვილანძღებით, პროფესიონალის დაწერილ მასალას შეგვიძლია თუნდაც ვიღაც არაპროფესიონალის მიერ გამოტანილი სათაურით პირდაპირ იმ ადამიანს შევეხოთ და ვლანძღოთ და ვადანაშაულოთ ისეთ რაღაცაში არც უთქვამს. ყველა სიახლე ჩვენთან არის, მოკლედ ესე ვთქვათ, კრიტიკის საბაბი, რომელსაც ალბათ საერთოდ არ უნდა ვკითხულობდეთ. მე არ ვკითხულობ ჩემზე დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს. ერთ-ერთი სტატისტიკა ვნახე, საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულთა შორის ხუთეულშია შესული. განსაკუთრებით Facebook-ში ქართველები რო არიან Facebook-ზე დამოკიდებული. ალბათ ეთყობა ბევრი დრო გვაქვს. ბევრი დრო გვაქვს. ანუ მე შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ ცოტა ჩემში სიბრალულს იწვევს. ჩემში ემპათიის გრძნობას ყველას ვერც მოთხოვთ და ვერც აქვთ განვითარებული. ემპათია ეს არის ძალიან მაღალი განვითარებული ადამიანის თვისება, რომელიც გაფიქრებინებს, რომ მე შეიძლება შენი საქციელი არ მომწონს, მაგრამ შენი მესმის და ეხლა შენი გაკეთებული რაღაც ჩემი განსახილველი არ არის. როცა ეს გრძნობა არ გაქვს ადამიანს, ილანძღები და ხარ ერთ ამბავში დილიდან საღამომდე და ეს მათი არჩევანია, ესე დაასრულებენ ცხოვრებას, სიბრალული. ხა ვინ როგორი ცხოვრობს, ჩემი განსახილველი არა, არც ის მაინტერესებს ვის ჩემი ფრჩხილი თმა ან ფერი მოეწონება, რაც უნდა ის თქვან, მე უბრალოდ შემიძლია გავიღიმო მათ კომენტარს. აი საერთოდ არ გაქვს შინაგანად, მე ადრე თავიდან მქონდა, ეხლა საერთოდ რეაქცია აღარ მაქვს. არც მე არ მაქვს რეაქცია, რა თქმა უნდა. საერთოდ აღარ მეღიმება და რა მართლა, გულწრფელად სიბრალული. ხო, ხანდახან უბრალოდ ეხლა ქაჩალი რო ჩემს თმაზე ილაპარაკებს, ამაზე მეცინება და შეირება ამოვიღო და ჩემს სოციალურ ქსელში დავდო, ალბათ ესეც დასახვეწი მაქვს, იმიტომ რომ გულთან რო არ მიმაქვს, ეს ფაქტები უკვე გადავლახე. ეხლა ძალიან შეუსაბამო რაღაცა რო ხდება, შემიძლია დავდო და საზოგადოებას მივანდო. თუმცა ხო იკლო. თავიდან ხო უფრო იყო, ნელ-ნელა იკლო. თავიდან ძალიან განვიცდიდი და პასუხობდი, მაგრამ ეხლა ვერ შემდგარ ადამიანებს ავყვე, ეს ნიშნავს აღარ ვაკეთო ჩემი საქმე. იცი რა არის, აქ ყოველთვის მინდა ვუთხრა რა იმ ადამიანებს, რომლებიც იმიტომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. როდესაც ბოროტულ და ნეგატიურ კომენტარს ან პოსტს წერთ, ყოველთვის დაფიქრდით, რას მოიგებთ ამით? რას მოიგებთ? და რა? ამ კითხვას გაყევით და მიგიყვანთ ჭეშმარიტება. თუ არ გიყვარს რა და რა გძულს, რა დაყოვნებს სიყვარულსა და თუ შენ ადამიანი არ გიყვარს, არც გაქვს უფლება, ცუდი, აუგი და თუ მაინც ამბობ, იგივე გრძელდება, ავსაკაცავი სიტყვა ურჩევნია სულსაგულსა. ზუსტად. ანუ ადამიანი რასაც საუბრობს, რასაც წერს, არის მთელი მისი ცხოვრების ანარეკლი ერთ წინადადებაშიც. ძალიან ბევრჯერ ქონდა შანსი დარწმუნებული ვარ, რომ გადასულიყავი თუნდაც დედაქალაქში, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ხშირად საუბრობთ იმას, რომ იქ მეტი პერსპექტივა, მეტი მასშტაბია და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცნაირად ეს მომენტიც მიყვარს შენში, რომ ამ ქალაქს არ ტოვებ. ჯერ პირველ რიგში მე ვთვლი იმას, რომ ადამიანების სიმრავლე არ ქმნის ბედნიერებას, мотивაციას და ასე შემდეგ. მეორე, იცი რა, იქ უნდა იყო ადამიანი, სადაც თავს გრძნობ კარგად. დაფასებულად. მე შევქმენი ბათუმში ის, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც სხვისთვის რთულია, ჩემთვის არის ძალიან მარტივი. მოვიპოვე ადამიანების სიყვარული და როცა ამას მივაღწიე, ეხლა თავიდან დედაქალაქში წასვლა იმ მოტივით, რომ მე უფრო უკეთესი გავხდები ან დავიხვეწები, ეს არის სიცრუე, იმიტომ რომ იქაც იგივენაირად მუშაობენ, როგორც ჩვენთან. განსხვავება რაშია? ჩვენთან მეტი სითბო და ასე რომ ვთქვათ, სიღრმისეული ამბავია, რადგანაც ჩვენ არ გვიწევს საცობებში ყოფთ. საცობებს რო თავიდანებოთ, თუმცა ჩვენს გვიწევს. დავანებოთ გადაადგილება თუნდაც ისე, რომ ერთმანეთი დავკარგოთ და მეტი დრო გვაქვს და ადამიანური ურთიერთობები აქ უფრო ბათუმში უფრო შენარჩუნებულია და ზოგადად დასავლეთში, ვიდრე დედაქალაქში. არსებობა და ცხოვრება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თან ზღვის გარეშე რანაირად შეიძლება რომ იცხოვრო. ხო, ჩვენ მე ძალიან მიჭირს. ვინც არ არის მიჩვეული ამ ყველაფერს, ამ დანაკლისას ვერ გზნობს, მაგრამ იცი რა, იქ სადაც მე მაქვს საშუალება რომ მზის ამოსვლა და ჩასვლა ვნახო, აქაც ცხოვრობს ახლა ადამიანები, რომელიც ამ ყველაფერს არ ნახულობენ და ესეც მათი არჩევანია, თუმცა ეს მათ ცხოვრებას ეტყობა. მარტო კარიერული წინსვლა არ გულისხმობს იმას, რომ შენ ბედნიერი ხარ და შენი ცხოვრე, იმიტომ რომ რატო აქვს ეს დაჟინებული მოთხოვნილება, რომ კარიერაში მივაღწიო? გინდა იცოდე რატო აქვს? ხო. ერთ წიგნს გირჩევ და წაიკითხე. არის წიგნი ფროიდის მსხრევა წარმატების ჟამს. რა იმართება ადამიანს, რომელიც მიდის ზემოთ კარიერისკენ, როგორ აღმოჩნდება მერე უცებ მიწას. კარიერული წინსვლა, როდესაც შენ ცხოვრებას გაკარგვინებს,
და ვეღარ ქმნი ვერაფერს შენი ბუნებრიობიდან გამომდინარე. შენ შეიძლება სტატუსით ახლა ძალიან მაღლა ახვიდე, მაგრამ მაინც უბედური იქნება. აბა რა. მინდა რომ ეს არ ამოჭრა. ყველამ ნახეთ ფროიდის მსხრევა წარმატების შანსს. ყობა, ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ვიცოდი რომ საინტერესოდ შედგებოდა ჩვენი საუბარი. მადლობა და ბევრი წარმატება და მინდა რომ სულ ესე ანათო და სულ ესეთი ღიმილიანი იარო ბათუმის ქუჩა. მეც მინდა რომ ყოველი დილის სიხარული იყოს თითოეული თქვენგანის თავდები და ის ამინდი ის პრობლემა რომელიც დილით შეიძლება დაგხვდეთ იმ დღესვე მოგეგვარებინათ. გადასარევი. მადლობა თქვენ.